ახალციხის ხელოვნურ ტბასთან მარათონი ზუსტად 13 საათზე დაიწყო. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სპორტსმენები ერთმანეთს პირველობისთვის დაუპირისპირდნენ. ძლეოსნობის ტურნირი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. პირველ, მეორე და მესამე ადგილოსნები გამოვლინდნენ როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში. ჩემპიონატის 18 გამარჯვებულს შორის პირველი ადგილი 4-მა ახალციხელმა მოიპოვა. მათ საჩუქრად ფულადი ჯილდო, სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. მარათონში გამარჯვებულთა აზრით მსგავსი სახის ღონისძიებები საქართველოში ძლეოსნობის განვითარებას ხელს შეუწყობს. მადლობა კიდევ მინდა მოვხადო ჩემს მეტოქეებს. ძალიან კარგი ბრძოლა იყო და ხშირად კარგია იქნება რომ კიდე უფრო და უფრო ხშირად ჩატარდეს ასეთი ღონისძიებები. 5500 მეტრი ვირბინე. ძალიან გვაყოფილი ვარ რომ ვირბინეს მანძილი. ძალიან აღთვალებული ვარ კიდე, რა ვიცი. რთული არაფერი არ ყოფილა ჩემთვის, იმიტომ რომ მობენალი ვარ და მაგიტო მოწინააღმდეგე კი მყავდა, მაგრამ რავი, ჩემ თავისმენი მაინც მქონდა და მოვიგე. ძლეოსნური გარბენი ახალციხე 2013 საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თბილისი 2015-ის ეგიდით მოეწყო. ახალციხეში მას ორგანიზება ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა და სამცხე-ჯავახეთის ოლიმპიურმა ორგანიზაციამ გაუწია. საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მსგავსი სახის ღონისძიებები ახალგაზრდა სპორტსმენებში მოტივაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, ამ გზით ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაც მოხდება. ძირითადი მიზანი დღევანდელი ღონისძიების იყო ის, ჩვენ არაერთხელ გაგვიჟღერებია, რომ თბილისი 2015 ეს არ არის მარტო თბილისის ღონისძიება, აღნიშნული ღონისძიება მოიცავს მთელ საქართველოს. დღევანდელი დღეს ერთ-ერთი ნაწილია იმ დაგეგმილი ღონისძიებების, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გვაქვს ჩვენ დღეს ჩავატარეთ ახალციხეში, რამოდენიმე დღეში ჩატარდება მსგავსი ღონისძიება და ასევე შეხვედრა სტუდენტ ახალგაზრდობასთან ბათუმში და ასე შემდეგ. ჩატარდა ძალიან ლამაზი და კარგი ღონისძიება, მე ყოფილი ვარ. ეს იყო გეზრბენი, სახელწოდებით ახალციხე 2013. ბევრჯერ ჩატარებულა ახალციხეში სხვადასხვა ლამაზი ღონისძიება და ეს იყო ის ერთ-ერთი, რომელიც მიგვიყვანს ჩვენ შემდგომ გამარჯვებისთვის ბავშვებს გავსდით. ძლეოსნური გარბენი ახალციხე 2013-ში მონაწილეობა 140 სპორტსმენმა მიიღო. საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით თბილისი 2015 ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი ღონისძიებაა, რომელიც რესპუბლიკაში ამ დრომდე ჩატარებულა. მისი თქმით, ახალციხეში მოწყობილი შეჯიბრი იმ გეგმის შემადგენელი ნაწილია, რომელიც საორგანიზაციო კომიტეტს სამომავლოდ გააჩნია. თბილისი 2015-ის ფარგლებში სხვადასხვა სახის აქტივობები საქართველოს მასშტაბით იმართება.